აუცილებლად მიიტანე ეს დოკუმენტები ალმასის ქუჩის სახლ ნომერ 4-ში. Так, окей, დავიმახსოვრე ალმასის ქუჩა. კაი, მე აუცილებლად მივიტან ამ დოკუმენტებს. ნუ არ ინერვიულო. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ ვარ საბადა. არქივშროსამი და დღეს, როგორც თქვენ უკვე მიხვდით, მერმა მომცა ასეთი პატარა დავალიანება. მოკეთ მე მომცა იშღეთ 64 დოკუმენტი და მითხრა ეს დოკუმენტები უნდა მივიტანო ალმასის ქუჩის სახლ ნომერ 4-ში. ოკეი, პრინციპში მე ასე გვია დავთანხმდი პრინციპში დღეს სამუშაო დღე ჩემი არ არის შეხედი, იმიტომ ფერმები შეხედ რა ლამაზად მაქვს ყველაფერი დაყენებული და მაგიტომ დავთანხმდი. დაქს ოკეი. პრინციპში ეს ალმასის ქუჩა არის განლაგებული ძალიან შორს ჩვენი სოფლიდან ერთი რამოდენიმე ასობით კილომეტრი დაშორებით, მაგიტომ ახლა პრინციპში არის ღამის დილის 11 საათი და იქ მივალ უკვე მხოლოდ სადღაც გვიან საღამოსკენ, სადღაც საღამოს 9 საათზე, 10 საათზე. მაგიტომ ახლა მე უნდა გამოვიძახო ტაქსი და მოითახლა ბევრი ნივთებიც კი დამჭირდება რომ წავიღო. ეს ხმალი მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ავიღებ ხმალს. დასაკვირველია საჭმელი 1-4 სტეიქს ავიღებ აუცილებლად. Так, პრინციპში კიდე რასაკვირველია მე დამჭირდება ის სუმრუდები ტაქსისთვის ერთი ტაქსი 16 სუმრუდი მაქვს. მოით პრინციპში ავიღოთ 14 სუმრუდი, 14 სუმრუდი მგონი ზუსტად დამჭირდება ტაქსი და გამოვიძახოთ უკვე ტაქსი და ჩავრთავ კამერას, ხო იმ დროს როდესაც უკვე ვიქნები იმ ალმასის ქუჩასთან და მანამდე მე უკვე გამოვართავ კამერას და დავეოდები ტაქსის. ტაქს, ნუ პრინციპში ჩვენ მოვედით, როგორც თქვენ მითხარით, ალმასის ქუჩის სახლი ნომერი 3. ტაქს, დიდი მადლობა. ნუ პრინციპში მე უკვე თქვენ მოგეცით 6 სუმრუდი. თუ შეიძლება დამელოდეთ და მე რამოდენიმე წუთში გამოვალთ, შეიძლება აქ დამელოდეთ. საღამო კი არა, უკვე გვიანი ღამეა. მე უკვე ჩავერთე კამერა, რადგან უკვე მოვედი. ტაქს, და სიმართლე გითხრათ, რაღაც ძალიან საშინელი სახლია, შეხედეთ როგორ გამოიყურება. ნუ პრინციპში ხო აქ წერია ალმასის ქუჩა ნომერი 3, სახლი ნომერი 3. ნუკა ვერ გავიგე. ეს რა არის? სტოპ. სასაფლაო? პირდაპირ სახლთან? რაღაც მეგობრებო, ვერაფერი ვერ გავიგე. რა სასაფლაო? ტაქს, მეგობრებო, უფრო კარგი აქედან გავალ, რაღაც უკვე მეშინია ჯესიც რაღაც თითქოს მიტოვებულ სახლს გავს. შეხედეთ რა მატერიალია. ტაქს, ოკეი, მოეთაბა დავაკაკუნოთ ერთ წუთს. უკაცრავად მე მოვედი ისა მერმა მითხრა რომ მე თქვენთან უნდა მოვიდე. დიახ, კარი გაღებულია, შეგიძლიათ შევახვიდეთ. ოპა, ტაქს, მოით მეგობრებო, გამარჯობა, დიახ. მე ზუსტად ვარ მერისაგან, აი დოკუმენტებით შეიძლება აიღეთ. დიახ, ვიცით. კიდაც ცოტა ხანი დარჩით ჩვენ სახლში, ჩვენ გვაქვს ძალიან გიბრიელი ჩაი. ჩაი, არა, დიდი მადლობა, დიახ. არ მინდა მე უბრალოდ მეჩქარება სოფელში და სადავდო გამარჯობა. კაი, დიახ, ისა უკესავად და ამში წინიქს რა სჭირს, რატო არ მელაპარაკება? ნუ აქცევთ ყოველდღიურად, უბრალოდ ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს. გასაგებია, კაი, დიახ და უკესავად შეიძლება რომ სადმე დავიბანო ხელები? დიახ, აი ჩემთან პირდაპირ ჩემს უკან ორი ოთახი, ვანდარის სააბაზაო და მათ შეგიძლიათ დაიბადოთ ხელები. დიახ, ახლავე მოვალ. მეგობრებო, რაღაც არ მომწონს. ტაქს, ოკეი და სად არის წყალი? ტაქს, ოკეი, მოით მეგობრებო, თითქოს დავიბანეთ ხელები და სიმართლე გითხრათ, ეს სახლი საერთოდ არ მომწონს. კაი. დიახ, მადლობა დიდი. სადავდო ეს დოკუმენტები? ეს დოკუმენტები შეგიძლიათ დადოთ. აი, პირდაპირ თქვენს უკან ოთახი რომ არის, მათ შეგიძლიათ დადოთ თქვენი დოკუმენტები. დიახ, აი ამ ოთახში ხომ? გაგიჟობა, შეხედეთ მეგობრებო, რა ძველებური სახლია. საწუით შეხედეთ მეგობრებო, თითქოს რამოდენიმე ათობით წლისა. Так, მოით მეგობრებო, უფრო კარგი ამ ყუთში დავდოთ ტაქს და პრინციპში ყველაფერი დაგიდეთ უკვე. მიშველეთ, თუ შეიძლება მიშველეთ ვიდმე.
ტაქს უკაცრავად რაღაც ხმა მომესმა და გონი თქვენი სახის მეორე სართულშია და რა ხდება იქ? ეგ ხმაური დააქცევთ ყურადღებას ჩვენთან ასეთი რა ხდება თითქმის ყოველ დღე თითქმის ყოველ დღე? კაი, მაშინ მე წავა, კაი? დიახ მადლობა დიდი დოკუმენტებისთვის ნახვამდის დიახ, ნახვამდის. Так, მეგობრებო, გაგეიცით რა, წავიდეთ აქედან так დროს ტაქსიში. Εντάξει, დიახ, დიდ ბოჭს გიხდით რომ ასე დაგავდინეთ, თუ შეიძლება ისევ მარჯვენა მთის პირას რომ არის სოფელი იქ დამაბრუნეთ. და აი ჩემი საყვარელი სოფელი, მოგეთ მეგობრებო, მე უკვე მოვედი ჩემს სოფელში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ცოტა კიდე რაღაც შიში მაქვს ამ სახში რო ვიყავი. კაი, ოკეი, მოეთავა ახლა ვუთხრათ, მე ყველაფერი უკვე პრინციპში მივეცით. მერო, გამარჯობა, რა კარგიაო სახში ხარ, მოკეთ მე ყველაფერი გადავეცე როგორც შენ მითხარი. დიახ საბა ვიცი მე უკვე დამირეკეს რომ შენ ყველაფერი გადაეცი დიდი მადლობა ხო მე რო არაფრის მაგრამ სიმართლე გითხრა ძალიან შემაშინა ერთმა ფაქტორმა იქ ჯერ ეს ერთ რაღაც სახლი ძალიან უცნაური იყო იცი როგორი აი თითქოს აი დანგრეული რაღაც მატერიალებისაგან და მაგ სახლთან ახლოს იყო რაღაც სასაფლაო საბა რა შევსტოქ და შესაძლოა სად იყავი ну როგორც შენ მითხარი მე რომ მე ვიყავი ალმასის ქუჩის სახლ ნომერ 3-თან საბა მე საერთოდ გითხარი ალმასის ქუჩის სახლი ნომერი 4 სტოპ რა ალმასის ქუჩის სახლი ნომერი 2 ნომერი 4 და მე მაშინ სადღა ვიყავი так სტოპ საბა რა თქვი ალმასის ქუჩის სახლი ნომერი 3 ეს სახლი საერთოდ უკვე 20 წელი არაც მიტოვებული არის. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა მაგ სახლში. так стоп, მე ვერაფერი ვერ გავიგე, так стоп. ამიხსენ ერთს რა ტრაგედია და რას შავს მიტოვებულია 20 წელი? მან ჭიწილნიკები იყვნენ, თან ორნი. так, საერთოდ კაი მოგორ, так, საერთოდ კაი საბახლოვე გეტყვი. მათ კიდევ 20 წლის წინ იქ ცხოვრობდა იმ სახლში ცხოვრობდა უბრალო ოჯახი 3 ადამიანისაგან. თუ გავიდა დრო და ერთ ღამეს მაგ სახლში უცნაურად გაიღო კარი. ერთ-ერთი ოჯახის წევრი ადგა ამ ხმაზე და გავიდა გარეთ და აღარ დაბრუნდა. ამის შემდეგ გავიდა ზუსტად 1 კვირა და ეგ ოჯახის წევრი ნახეს სახლის მეორე სართულზე. მას ჰქონდა გადატეხილი ხელები და მათვე ეკდო ფურცელი, რომელშიც იყო წერილი. არასდროს არ გახვიდეთ გარეთ ღამის 12 საათზე. ამ ისტორიის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე. თითქოს ყველაფერი დაწყნარდა და ზუსტად 20 სექტემბერს მაგ სახლში შევიდა იგივე ადამიანი. შევიდა სამზარეულოში და დაიწყო ხმაური. ამის შემდეგ უკვე გამოიხვიძა მეორე ოჯახის წევრი და გამეორდა იგივე ისტორია. ამის შემდეგ ეს სახლი ჩაკეტეს სამუდამოდ და მათ მშენებლებსაც კი ეშინიათ უკვე მაგ სახლთან მოსვლა და ეს სახლი გახდა ერთ-ერთი ყველაზე დაწყევლილი სახლი მინიკრაფტში. так, ახლა რაღაც უკვე მართლა შემაშინე მე რომ მაშინ ვინ იყვნენ ის ჭიწილნიკები და კიდე სახლის მეორე სართულიდანაც კიდე რაღაც ხმები ისმოდა თითქოს რაღაც მიშველეთო არ ვიცი საბა რა, მაგრამ ჩემი დოკუმენტები მივიდა ზუსტად იმ ადრესში, მაგრამ როგორ მივიდა მაშინ? так, კაი მე რომ რაც თავარია რომ მივიდა. კაი მე რომ ნახვამდის. მაშინ მეგობრებო მე ვერაფერი ვერ გავიგე. და ეს მაშინ რა სახლი იყო? სად ვიყავი მაშინ საერთოდ შესული? 20 წლის წინ დაწყევლილი სახლი, დანგრეული, მიტოვებული. თან იქ სასაფლაოც. მოკლედ მეგობრებო რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. მერმაც ახლა მაგრად შემაშინა. სტოპ. თუ მერმა იცოდა მეც არ ვიცოდი ეგეთი რამ. მაგრამ იქ ახლოს არც კი იყო ეს ალმასის ქუჩის სახლი ნომერი 4. так, მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. მაშინ სად ვიყავი? რას შვებოდნენ მაშინ ის ორი ჭიწილნიკი? იქ იყო ორი სოფლელი, რომელსაც მიიღეს ჩემი წერილი, დოკუმენტები
კაი მეგობრო მე უფრო კარგი ახლა გამოვთავ ჩემს ვიდეოს, იმიტომ რაღაც ცუდად ხვდები. ცუდად გავხდი რაღაც. კაი მეგობრო მადლობა დიდი სხვა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდეთ მე ახლა წავიდი რაღაცნაირად უნდა გადავხარშვა ეს ისტორია. ნახვამდის.